საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკის გუბერნატორს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უკრაინელებმა ექს-პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. იგორ კოლომონსკი კი საქართველოში გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ გაქცევას არსად არ ვაპირებთ. გაქცევა ეს გამოსავალი არ არის. ყირიმი წაიღეს უკვე, დონეცკი და ლუგანსკი ხომ ხედავთ რა მდგომარეობაშია. შემდეგი ჩვენ ვიქნებით. თქვენ კი უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ თვალსვადევნოდ ხედავთ თქვენს განცხადებებს სოციალურ ქსელში. მართალი გითხრათ, თქვენგან უფრო მეტ დახმარებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლებისგან. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ჩვენ ასე ვამბობთ. ომი ომად და რეფორმები გასატარებელია. მიხეილ სააკაშვილი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შესაძლებელია რეფორმების გატარება. მე თავად გახდით საქართველოში და ჩემი თვალით ნახე, როგორ განვითარდა ქვეყანა. სურს აქაც ისეთივე რეფორმები გავატაროთ, როგორც თქვენთან. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს კონსულტაცია ვთხოვეთ. იმედი მაქვს, ივლისის ბოლოსთვის ჩვენი ოლქის მაცხოვრებლები თავად იგრძნობენ შედეგს.